მამა, როგორი ადამიანი უყვარს ღმერთს? რა თვისების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი? მოკლედ, ესე იგი, ვინაც ესე იგი უბოდოდ უყურებს და სუფთა გულით ცხოვრობს და ღმერთის იმეჯით ვინაც ცხოვრობს. ცოდვილიც რო იყოს, მამაო? ცოდვილიც რო იყოს, ხო? თუ? ხო, ცოდვილი იყოს, ესე იგი, თუ ესე იგი ადამიანები არიან, რომლებიც მართლა ესე იგი ბრძოლობენ, არ უნდათ ის ცოდვების ჩადენა, მაგრამ მაინც ესე ვერულიან, ვერ ერევიან რაღაცა იმას, იმ მოვლენას და იმ შემთხვევას. და რა უნდა ვეცადოთ, მამაო, რომ აი ამ ეს ყველაფერი დავამარცხოთ და ღმერთისთვის გავამართლოთ იმედები? ეს უნდა გწამდეს სრულყოფილად ღმერთში. და უნდა ვიცოდეთ, ესე იგი, ღმერთის ჩვენგან რა უნდა. ვინ ითვლება დღეს მორწმუნედ, აი როგორი თვისების ადამიანი? ეხლა დღევანდელ დროში ესე იგი შეიძლება ბევრს უნდოდეს, ბევრი არის შეიძლება ასეთი, მაგრამ შეიძლება ესე იგი აი დღევანდელი ცხოვრების გარემოსთან იმითინ გამოსავლებით ვერ აკეთებს იმას. რაც ხელში სათნო არის, ესე იგი ვერ აკეთებს ამ დღევანდელი ცხოვრების იმითი. ეს შეეწირვება, მამაო, სურვილი? კი შეეწირვება. ის თვითონ თავის გულში თუ აქვს, რომ არ მოწონს ეს თავისი და ვერ იმაშობ, ვერ ერევა იმას და ვერ ულის გვერდს, შეეწირება. მე ხო ხედავს იმას, რომ თვითონ შიგნით აქვს გული. და აი როგორ უნდა ვეცადოთ, მამაო, რომ ეს ყველაფერი მოვიშოროთ, ის ზედმეტი ცოდვა, ტვირთია თუ? იგი ამის ცელობა არის მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოების ცხოვრება და ესე იგი ღმერთს მივუნდოთ ჩვენი და ღმერთს ვთხოვოთ ჩვენი ესე იგი ისა, რასაც ვერ ვასრულებთ და ვერ ვაკეთებთ. ძალიან ძნელი. შეგვაძლებია სხვასხვა. ძალიან ძნელია, მამაო, ამის გაკეთება? შეიძლება ვის უმეტეს ამ დროში. ძალიან ძნელი გახდება, ხო? ვის უმეტეს ამ დროში, აი დღევანდელ დროში, ესე იგი, უკვე ძალიან რთული არის. ეხლა შეიძლება ჩვენზე მეტ იმას შეეცვალოს, ღვაწლად, რომ მონასტერში რო ვართ აგერ, ჩვენ მეტნაკლებად ესე იგი იმედან, იმ სასწauლებიდან მოშორებული ვართ. ხო და გვაქვს იმის საშუალება, რომ ესე იგი იმ განვიერინოთ იმას იმ სასწაულების და აი გვაქვს საშუალება, რომ ამის დევისვათ ჩვენი სასწაულების ისა ღვთის მსახურების ნორმალურობა. ხო და ერში ეს ძალიან შეცდირო კინას ჩააგდები ისი არის დღეს გასავლების ცხოვრება.